ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბრიძეთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანე სწრაფად ხარისხი არ ჩაგაფრინდეს ვანო აგარი ძაღლი გამარჯობათ მეგობრებო არსი გამოწერება კარგო ხარ გამარჯობთ ვანო გამარჯო შენ გადაგვიგო რომ გამოჩდეთ მოკლედ თოვლი მოგვივიდა აი ამ სიხნი აი კიდე პატარა აი მე მუხლამდე თოვლი მოგვივიდა ხო და წვადებს ხო ვიღებთ ხოლმე კი წვადი ხო ბევრი არსოს და ბევრი ქვეყნის ეხლა გადავიღოთ ერთ ტიპს ვიცნობ რა სომეხია და აი სომხებსო ყველაზე მაგარი წვადი გვაქვს ყველა ნაცია მაგას ახის ბერძენებოს ეგეც მაგას მოდი გავაკეთოთ სომხური წვადი სომხური წვადი ძალიან გემრიელი არის მე არ გამისინჯავს ხოთაშორის სომხური აი უყურე ხორცს ამარინადებენ ბატონო დავით ეხლა მარინადს გასწავლეთ როგორ კეთებ ანუ გაჩვენებთ რა გასწავლით რა ეხლა შეიძლება ჯერზე 1000 ჯერ უფრო მეტი ისანი ბევრჯერ ამარინადებენ სომხებს იცნობ მოდი დავარმარინადოთ და სომხურად გავაკეთოთ და მე ვიმღეროთ სირუმ წავეთ ეს რო ალაბარანტლე ხარ მინდი გენაცვალე შეგით ნახეთ ფი ეს ცოტა ქრება კაი დაჩქი აგვიცივდა რა ჩვენ ვერ შეგვაშინეს მართალია დავსველით მაგრამ რამის წელამდე მაგრამ არა გუშავს მოკლედ ეხლა ზოგი დაიწყეს სომხებმა მწვადი რა იციან ძმაო რა სომხებმაც იციან აზერბაიჯანელებმაც იციან მექსიკელებმაც იციან და ძველ ურარტუშიც აკეთებდნენ როგორც ვიცი მოკლედ ერთ რამეს ვიტყვი რა ბატონო დავით მწვადი შემწვარი ხორცი არ არის მწვადი არის მწვადი ქართველები რატომ არ ვაკეთებთ ესეთ რაღაცებს აი დაბას თურმებას რო ეძახიან იცი ჩვენთან ისეთი მინდვრებია ისეთი წყაროებია სასეს ცხოველები ბალახობენ რომ ცოდვა რა იმის გემო ამ ბალახებისა და ესეთ ბუნებაში გაზელი ცხოველის გემო რაღაცაში თორე ჩვენი წინაპარი ვერ გააკეთებდა და ამას თუ ცხოველი მწირე ადგილზე იზრდება მწირე იცი რა არის სადაც არ არის მინდვრები იალაღები წყაროები ბევრი სასონხეთში ხარ ნაყოფი შენ სასონხეთში არა ვარ ნაყოფი მაგრამ მან როგორი სიტუაცია იცი რაღაც მომენტის იქიდან თაგორიანია ძალიან რა და ცოტა კახეთში კი არა სვანეთში არ ვარ ნაყოფი კიდე სვანეთში არც ვერ ვარ მოკლედ მოდი მწვადის ისტორიას თავი დავუნეთ ახლა სომხური მწვადი გავაკეთოთ ამ სომხურ მწვადს უნდა კახური მწვადიც გემრიელია ხორციც კახური მწვადი არის ყველაზე მაგარი მაგრამ ეხლა ახლა სომხურს ვაკეთეთ მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ ხორცია საჭირო ნუ ხორცი უნზეული უნდა იყოს ან მკერდი ან კისერი უფრო სასომხეთში კისერს სცემენ რა იმიტომ ბევრი ხორცია და ძვლები და რაღაცები არ აქვს ხახვი გვინდათ აი ამდენი ბევრი ხახვი გინდათ რა ერთი ორი თავი ორი არა ეხლა ეს ხორცი რაცა გვაქვს არის 3 კილო ეხლა 3 კილო ხორცზე მოდი სულ ყველა არ გავაკეთოთ რა ზოგი ქართულად შეწოთ ხავს აიღებთ და აი ესე ანუ შიგნიდან აჩვენე რა ხავს მოჭრილდავთ რომ ამ ხახვმა თო წვენი ხედავ წყალი როგორ გაუვიდა წყალი როგორ ხახვის ხო იბატო ხახვის წენი გაუვიდეს აი ეს მე ხახვი მეყვარს სნიკერს ეძახი ხო იმიტომ რომ ვანომ გასწავლა და ეგ რა ხელ მეუნება სნიკერსიო ხო სნიკერს მეთქი რა სნიკერსი შუ ხახვიო მოკლედ ხავს მოჭრილდავთ მე შიგნით ამ ხორცს ჩავყრით ხავში უნდა ჩაყარო რაც ჩაეტევა რაც ვერ ჩაეტევა რა ვქნა ხა რა ვუყოთ აი ეს რამოდ მე ეხლა წვენში ვრი ვერ ვიგე ბატონო აღარაფერი რაღაცის თქმა გინდოდა და ბოლომდე ვერ ათქვი ხო რა იყო ლიმონკი თავაფეთქი ეს ღორი თუ როგორ არის ამის საქმე ვერ გავიგე აი ეს ეხლა აი ამ ხორცს ხო აიღებთ ესე
აუცილებლად რაც უნდა მე იმას ვაკეთებ. ეხლა ვინც სომეხი მიყურებს და აი ძმაო ესე არისო ისე იყო, მე ესე ვიცი და მე დანარჩენ მომიცი ახლა. ეხლა ნახე რა არის. ამას აუცილებლად უნდა რეჰანი გინდა გამხმარიყოს, გინდა ის. აი ეს აძლევს თავის არომატს. ანუ რეჰანი უნდა ჩაყაროთ თამაში. პაპრიკა უნდა ჩაყაროთ ეს ფერს აძლევს მწვას და უფრო გემრიელი ხდება. შავი პირპილი უნდა ჩაყაროთ, რომ თავისი არომატები მიცეს ამან და წითელი ციცაკა. ანუ აი ყველაფერი ერთად. ამას ჩაყრით. შენ რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? მე? ხო. რავი, ვიეტნამში ვიყავი. აღარ მახსოვს, რავი, იმ დროის ბებერი ვარო აღარ მახსოვს. მე იღებთ მარილს და მე თითქმის ყველა ქვეყნის, ანუ საქართველოს საზღვარზე ყველგან. სადაც ესაზღვრება, ხო? ი ბატონო, მაგარი ხარ. მოგეთ მე მოაყრით მარილს. ძალიან ბევრი ცორი უნდა. აჰა, აი ჯანდაბას. მე ერთი სუფრის კოვზი ზეთი უნდა. ზეთს მნიშვნელობა არ აქვს. ამას მოასხავთ ესე. ზეითუნის რო დაასხავ? გინდა ზეითუნის, ანუ ზეითუნი просто უაზო ძვირი. შენ მიდი ღვინო დამისხი. აი ისა. ჩიკაში. აი აქ ჩასხი. მიდი. მე დაბლავწე, შენც დაბლავწე, ხო? ამის დაბლავ რო დაწევ რას იზავ? კაი, გაჩერდი. ერთი ჩიკა დავასხი, კიდე მოდი. ეს უფრო გემრიელი იქნება, იმიტომ რომ სასონხეთში არა კარგი ღვინო. ანუ აქ უფრო ეს ღვინო უფრო ჯობია, ვიდრე სასონხეთის ღვინოს, არა? კაი, თუ ეგეთ გაჭიროებაში ხართ, შეგიძლიათ ღვინო ეგ და აი დადგე. იქვე მომდადე, აღარ მანდარდადო. სადმე დადერ ვარ გადმოთ. მოკლედ, ეხა თუ ღვინო არა გაქვს და რაღაცა შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ, მაგრამ ჯობია რომ ღვინო ჩაასხათ. მერე აი ამ სულ ყველაფერს ერთი მეორეში გადაურევთ რა. აი ეს. აი ეს პროცესი უნდა მიდიოდეს მინიმუმ 2 წუთი, მაქსიმუმ 5 წუთი. ხახვიც იმას იზავს, წვენის შეიწოვს ხო? ეხლა ნახე აქ რა ხდება ბატონო დავით. ეს მარტო ეს არ არის რომ აქ რაღაცა და ისაკრა. ხახვს, პილპილს რა ჩავაყარეთ და ღვინო შეიწოვს ხორცს. ხო, კი ბატონო, მაგრამ აი ნახე ეხლა რაც ღვინო დარჩა. ღვინო რას დარჩა. მე ასაგებად რომ გამოვიტანთ, ეს ღვინო მე დავასხავთ. არა, შეწოვილი ექნება უკვე ყველაფერი ამას, რა ქვია. ხორც ექნება შეწოვილი რა. ესე მოიტ 1-2 ძალიან რბილი ნაწილი ჩავაგდო. ესე. და ესე. აჰა. მოკლედ ეხლა ხო არ გაყურებინეთ ამას 5 წუთი როგორ ვეს, მაგრამ არი ფიქრობთ რომ აი დასველ დადარა უნდა, შეძელვა უნდა აუცილებლად და ეს რო გაკეთდება ესე უკვე კარგა რო შეეზილება ერთმანეთს, რო ნახავთ რომ უკვე აირია ერთმანეთში. მე ამას გააჩერებთ, ზემოდან გადააკრავთ. შეგიძლიათ გადააკრათ თუნუქის ფოლგა რო ყდება, რა ქართულად როგორ არის, თუნუქის თხელი ფურცელი ან რამე ცელოფანი. დადგავთ და დიდი 2 და 5 საათამდე უნდა რომ ეს დამარიდდეს. თუ ცხელა მაცივარში ედეს, ეხლა ჩვენ მაცივარად გვინდა გავიტან ციცივეში და 2 საათამდე დავლევთ. ხო, მე რა იყო რო? ეგშია. უფრო გემრიელად შეჭამ. მოკლედ ეხლა ეს დავტოვოთ ესე. მაიცა ესე. ეს სადღაც ფოლგა მქონდა აქ. აი ზემოთ. უჯრაში. მომე? აჰა. აი ამ დამარინადებულს ესე ვიზამთ და სიცივეში დავდოთ. მოკლედ ეხლა გეტყვით, დანარჩენი პროცესი სხვათა შორის აი ესე როცა ხორცი კეთდება, არის ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ ხორცი ისვენებს, მარინადდება ამაში და გამოდის როგორ გითხათ, ქართველების ამბავში ჩვენ ამას მწვას არ ვეძახით, რავი, შეიძლება უფრო კატლეტი იყოს, საერთოდ ვიძახი რა, მაგრამ გემრიელი გამოდის. მე არ გამისინჯავს. აი ნახავ რა. შენ? არა, მე გამისინჯავს. ალაბარში. ხო გითხარ ეხლა ვინც მასავრა, სომეხის მაღაცები უყავს, ეგრე კი არ არის, კაცო და უთქვიათ რომ მიჭამია რა. ოღონდ არ გამიგეთებია, იმიტომ რომ მე რავი
ეხლა იმიტომ ვაკეთებ რომ მინდა რომ შენს გაგიზიაროთ. და ხალხსაც ვაჩვენო ხო რა სონღები ვინც ახარ ძმაო რავი აქტიურად დაწერეთ რა დავაკელი რა ისავქენი და როგორ ავქენი მოკლედ ეხლა ეს ეხლა 2 საათი დამარინებდეს და შეუბეროთ და გავაკეთოთ მე მწვადი შევწვათ გაიყინი არაში საცოდაოში თოლში კონდეთ ფეხები თბილად ან თუ შეგცივდათ აუც დაგვაღამდა უკვე სანამ ეს სახურავი გადმოთოვლეთ სანამ თელი ამბები ჩავატარეთ ხო ამან თოლში ირბინა და კი გავიდა 3 საათი ესეც ჩვენი მწვადი და არა სუნი ამოვარდა მაგის დავატირე აი ესეთი რაღაცა გამოვიდა აი ეხლა ბატონო დავით ფეხი არ მიადო ზედა და დაგეწვე და წინდებსაც დაწვა ჰა ვაფიცხებ რომ გაშრეს ოგი ბატონო მოკლედ ამას ეხლა უნდა მხოლოდ აგება ამას ავაგებთ ვა ხორცი როგორ არის დარბილებული უნდა აგების დროს წინ ცოტა ადგილები დაუტოვო ეს ძვალი ძაღლებს წვაც რო ააგებთ ისე ქენით რომ ერთმანეთზე მინდებული არ იყოს და პატარა ადგილი დაუტოვოთ ხოლმე ცხელი წყალი ჰაერი რა რაც წვავს ხორცს აი ესე იყოს აი ესე რომ აქაც შევიდეს რომ წვადი შეიწვას თანამიმდევრულად კითოზე 4 ცალი ავაგოთ მოკეთ ეხლა მე ამას ავაგებ მეგობრებო და დავალაგოთ ახოთ ერთი სომხური მწვადი როგორი ჰა გაიგე ბატონო დავით მე ისე რავი არ გამისინჯოს და მე მგონია რომ ქართული მწვადი უფრო რატო გონე რომ ქართული უკეთესი იქნება ახო რატო გგონია მეთქი მაგას გეკითხები იმიტომ რომ იქ რაიცი რა ზერდება და უფრო წყაროებია კარგად იკვებება არა ჩემი აზრი არა იცი რატო იქნება გახური კაცს იმიტომ რომ ქართულია ორჩა და გათავდა არანაირი წყარო და არანაირი ისა ქართულია ესე იგი კაია კაი რატო არის იმიტომ რომ ქართულია მოგეთ კაი სოხერ თავი დავანებოთ არა როგორ დავანებოთ კაცო აი ხა ამას ყველაფერს ავაკებ დავალაგო და ვნახოთ რა გამოვიდა მოკლედ ბატონი დავითი აქ იჯდეს იმიტომ რომ გამეყიდა რა აბა ვნახოთ ნახეთ ფერი კი მიიღო ხო იცი მაგარი ანუ შენ არ გადავარდე არ დამღუპო აჰა იქიდან დაუდექი ბიჭო ნახე სადამდე ჩავიდა და ბოლომდე მაინც ვერ ჩავიდა აქ დავდებ და დავალაგოთ ნუ შეწვა უკვე ამას აღარ ფრანგული უღა აღარ სომხური კლასიკურად ამას ესე შევწვავთ ესე აი ესე ეხლა ყურადღების მიქცევა უნდა რომ ძაღლები დავაპურე წავიდნენ ან ტურა რაღაცა მამაძაღლობა არ მოვიდეს თორე ჩვენ თვათ შეახრამუნებენ აჰა ეს წავიღოთ ბატონ დავით უნდა ვაჭამო ეს აი სომხური წავიდეთ ახლა ეს შეგვიძლია პირდაპირ ესე გავრეცხოთ ბუნების დაბინძურება ეს არ არის და არაფერი აჰა გამოვიდა მშვენიერი ამ სიღრმეზე ჩავიდა აი ეს გასუფთავდა წავიდეთ მოკლედ ეხლა მეტი რაღა გადავიღოთ რომ დამზადდება გადმოვიღებ და გაჩვენებთ როგორი გამოვიდა გათშევანო ძაღლებსაც ვაჭამეთ წეღან ძვალი ჯიგრემა ჭამეს მოდი აბა ვნახოთ აი ესეთი გამოვიდა ეს იქნება ბატონო დავით ეს არის
სომხური წოდი. მაიტა ერთს მეწავ. მოდი რუსულად ვიტყვი. შაშლიკ პარმიანსკი. ჩვენმა სომეხმა ძმებმაც რო გაიგო. მოდი აბა ვნახოთ რა გამოვიდა. ძაღლები არ ჩაავდით. შიგას არ გადაონე. არა, ახლა რამდენი ძვალი უყრიათ, კაცო. ხო, ეხლა. აი ეს. მოდი აი აქ დავდებ რა. მოვიტანეთ წვადი და დადგა რამე ჭეშმარიტების. სომხებს უყვართ აი ესეთი ლავაში. თელ შუამდინარეთშია გავრცელისა ხმელთაშუა ზღვის პირეთში, ლავაში და შუა აზიაში ჭამენ. ჩვენ რატომ ვაც ჩვენ ლავაში დედასპორი ვამჯობინეთ ჩვენ. აბა რა? არ ჯობია ახლა ხელი რაღაც. არა, ამასაც თავის მუღამი აქვს. აი ხედავ ეკონომია, თან მაგიდაა, გაიგე? მე შუაზე გავდა. შვილო, შენ რა იცი, სომხები იცი როგორ მაგაჭკვიანი ხალხი არიან? მაგაზე ჭკვიანი ხალხი ამ ქვეყანაზე ებრაელები არიან მეტი მგონი რა. მაგრამ ზარვაცები არიან ჩემი აზრით. არა, კაცო, ხუმრობა. გულთან ახლო არავინ არ მიიტანთ. მოკლედ აი ესე დალაგდა ხელებს ნუ აი კაპიცე ბატონო დავით. ამაზე მიდი მოალაგე ესე. ყოლად დაჭილი ხახვი მოაყარე. და კიდე ცოტა ხანი მოც და მოგიწევს. მოწდა კი არა. ტრიანად ლავაშიანად ჩევჭა. მაიცა კაცო, ეგრე არ არის. ეს პური ხო იყო? ეს ხახვი ვანოს დაუნდობლად დაუჭრია. 12 თავი. არა. ეხლა ეს დავოთ. და მე ხდება აი ესეთი რაღაცა ბატონო დავით. ეცა ეს ამას ჩვენ ზემოდან დავაფარებთ ესე. აი ეს. ვანო დაუნდობელი. დაუნდობელი ვანო. ეს. ეხლა ესა ეთი 2 წუთი უნდა გაჩერდეს. იმიტომ რომ ეს ხელი ხორცი ხუა. ამო აქ ამ ხავს. აი ხელი დადე, გათბა. კაი. მოდი მაშინ ჩვენ ქართულ მწვაძე ისა რა ქვია. საერთოდ ტომატს არ ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ მოდი ვნახოთ სომხურ. ესეთი კარგი ტომატია. მნიშვნელობა. არა, ცარიელსაც შეჭო. ქართულ მწვაძე სურო სუპერ ტომატი იყოს. ხავს დავაყოლ. არ იქნება გაისახმე. მოდი აბა იქ გამოვიდა. ჩატაშ. მაინც. აჰა. ვაში გიდაცვალე რა. აჰა, ესე გადავაფარო. ლავაში ჩავიწო ღვინოში. როგორ? ლავაში ჩავიწო ღვინოში. ჯო ლავაში პურია უბრალოდ საფუარი არა გაკეთებული. აჰა. დაახვიე. ეგრე ჭამე. ნახე არა მაინცა? აი ესე დაახვიე. ეს. გინდა რამეში ჩააწო? გინდა ისე ჭამ. გინდა თუ წივა მოდის თავზე დაიფარებ, რომ მე აღლიშერ გაგიკოდეს. ეგ გეხუმრები რა საკვირველია. მოდი. ბატონო დავით, მეგობრებო, აი ახლა კი მართლა დადგა ჯამი ჭეშმარიტებისა. ეს გადავკეცოთ და გვერდზე დავთოთ. ესე გადავხსნათ და ავხატოთ. ბატონო დავით, რახან მე შენ ძალიან მიყვარხარ და ჩემი შვილი ხარ, აი ეს შენთვის მიბოძებია. ავიღოთ წვადი და ხელი მოუჭიროთ ესე, აი, წვენი გამოხვიდა. მე ეს მომიჯერა. მაგე რა რბილია. მაგრამ ანუ ჩვენ რასაც ვწავთ ხოლმე იმისგან ეს აი მე რადიკალურად განსხვავდება. გემოთიც და თვითონ აი გემოს ყვანერია. მოგეთ ღამე რომ
გაიგო ციბნელი შეჭამოთ, ვერ იტყვი რომ წვადი ვჭამეო. რაღაცნაირი გემო. კაი. კულინარიულ თავშეფარება, კულინარიულ. სოკი მივიღე. მეთქე ერევანში წავიდეთ და იქავ წამოვჭამ. იქაურმი კაცის გაკეთებული მწვადი ვჭამოთ. მოდი. ბატონო დავით. რას ეცებ? ლავა. რატო? რა ჩაიწე? ოჰო. ბატონო დავით, ერთ რამეს გეტყვი. ისეთი ხალხი, ვინც სხვა ხალხს აგინებს, ცუდი ხალხია. ყველა ერში ცუდიც არის, კარგიც არის, რო იცოდე. ერთ ცუდს უნახავ ვიღაც ერში, მაგალითად ფრანგმა რაღაცა მოგპარა, ნუ იტყვი რომ ფრანგები ქურდები არიან. გამიგეშინა. თუ თურქმა ძალიან დიდი პატივი გსა, ნუ იტყვი რომ ყველა თურქი ყველა პატივს აქცევს. გამიგეშინა შეესაბამე. ერზე, არც ერთ ერზე არ შეიძლება ცუდის თქმა ქვეყანაზე. ქართველები იმიტომ ვართ მაგრები და მით უმეტეს თბილისში ყველა ერი ცხოვრობდა. ძმაგაცურად ქურთები, ბერძნები, რუსები, სომხები, ქურთი? ნაცია ეგეთი, კაცო, ქურთი რას ნიშნავს, რას ნიშნავს? ქართველი ქვეყანა სამწუხაროდ ჯერ არა აქვს, მაგრამ ოჯალანი მაღაზი ჩალიჩობს, ეხლა მაგარი რილელი დაჭემოდი ქურთებზე მერე ვილაპარაკოთ. ქურთულ საჭმელს რო გავაკეთე, მაშინ ქურთულ კაბაბს გაჭმევ, კაკიშტი. მოდი ამ ჭიქით. ჩვენ საქართველოს სამეზობლოს გაუმარჯოს. ამინ. ერთს არა. ცუდები არიან თუ კარგები არიან, ყველას გაუმარჯოს. ჩვენ ვადეგძელო და თავი ზოგი თოფით მოგვივარდა, ზოგი ხმლით. ზემოთკენ არა დარჩენა. გულში ბოღმა არ ჩავიდო ჩვილო. ეგ ყოველთვის იცოდე. გულში თუ გულში ბოღმა ჩადიდი, ბოღმა თვითონ შეგჭამს. ახლა სამეზობლოზე მივიდა საქმე და სალაპარაკო, მოდი სომხებს გაუმარჯოს. ამინ. იმიტომ რომ სომხურ ნინახავს სომხეთი. საზღვარზე ვიყავით. მაგათ ამოდობით აზერბაიჯანელებს გაუმარჯოს, ჩრდილოეთ კავკასიელებს გაუმარჯოს. კიდევ ვინგესოთა თურქებს გაუმარჯოს. გაშრეს. ოღონდ განა მასიურად გაუმარჯოთ. ყველა კაი კარს გაუმარჯოს. კაი სომეს, კაი ქურთს, კაი ჩრდილოეთ კავკასიელს, კაი აზერბაიჯანელს და კაი ქართველს. ამინ. კიდე სამეზობლო ქონოდეს. ერთმანეთოთ მაინც ვერ ვიქნები და ერთად უნდა ვიყო. აბა? ამინ. გაუმარჯოს. აუ. ვანო ესანახე რა, რანაირი გახდა. და ანა ეგრევე ბასრავს. და კედა რო არა გეღვი კედა არა ხარობს. არა. მეგობრებო. აი ეს იყო სომხური მწვადი. გააკეთეთ, გასინჯეთ. მე პირადად გეუბნებით რომ მაგარი გემრიელი გამოვიდა და სუსხონე რაღაცა. გასინჯეთ ისიამონეთ. ძალიან მომეწონა. თუ იმას დაჭამი გახსა, სასომხეში ნამყოფი ეგრე დაწერეთ. ამით გამოგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.